ლანჩხუთის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად 5 კანდიდატი იბრძოლებს. საკონკურსო კომისიამ ლანჩხუთში მეორე შესარჩევი ეტაპი გამოაცხადა. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატის საკრებულოს წარადგინება და დეპუტატობის თანამდებობის საფუძველზე მისი დამტკიცება მოხდება. როგორც კომისიის თავმჯდომარე ზვიად აფხაზავა აღნიშნავს, როდის ეყოლება ლანჩხუთს ახალი გამგებელი ჯერჯერობით უცნობია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობისთვის პირველ ეტაპზე 106 კანდიდატი დარეგისტრირდა. შერჩევა მოხდა იმ კუთხით, ვისაც არ ჰქონდა წარმოდგენილი კომისიის მიერ მოთხოვნილი სრული დოკუმენტაცია, ისინი ვერ გადავიდნენ შემდეგ ეტაპს. თარიღს ამ წუთისათვის სამწუხაროდ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის თვითონ კომისიის გადასაწყვეტი და არა მხოლოდ თავმჯდომარის გადასაწყვეტი. შვიდწლიანი ემბარგოს მოხსნის შემდეგ საქართველოდან რუსეთის სავაჭრო ბაზარზე ქართული მანდარინი შევა. ლარსის გამშობი პუნქტიდან კომპანია ფრუტილიას მიერ წარმოებული მანდარინით დატვირთული პირველი სატვირთო მანქანა დღეს დილით გავიდა ტრანზიტის სატრანსპორტო კომპანია აპექსთან თანამშრომლობით მოხდა. დარიალის საბაჟო სატვირთო ავტომობილმა დილის 8 საათისთვის დატოვა. მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ქართული პროდუქციის რუსეთის სავაჭრო ბაზარზე გატანა ძალიან მნიშვნელოვანია და პროექტის წარმატებულად განვითარების შემთხვევაში ქართული პროდუქციის ექსპორტი ეკონომიკაში დიდ სარგებელს მოიტანს. ეს არის პირველი მანქანა. ანუ იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შევიდა უკვე, შესვლა არ მომხდარა, ეს არის პირველი მანქანა. თუ ყველაფერი მშვიდობით იქნება და არ იქნება ხელოვნური ბარიერი, აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენ მუშაობას და ყველა ექსპორტიორისთვის იქნება ძალიან კარგი.